აქ ქვეგან ვიხილავ, ახლავე. ადამიანის პიროვნების, თქვენ შეფრთხილებული პიროვნების გზნობებსა თქვენთან მიმართებაში, რაც გზნობს თქვენთან მიმართებაში. დღესდღეობით რა გზნობები აქვს პიროვნებას თქვენთან მიმართებაში. ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, როგორც ჩანს ზაფხული მოდის, ხალხო, ბავშვები ჟრიამული გარედან ისმის და ისმის, არ ვიცი გესმით თუ არა, მაგრამ ძალიან ისმის. ძალიან კარგი ახალისიანი ხმები მიყვარს ბავშვები ძალიან. ჩაიფიქრეთ სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, თქვენი, შემდეგ თქვენი პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ, ხო რაც გზნობს დღესდღეობით თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან მიმართებაში, პიროვნების გზნობები თქვენთან მიმართებაში. კარგით. მოდი ახლა განვიხილოთ სათითაოდ, პრინციპში ჩამოთვლი 10-იანი ფონად გვაქვს 6-იანი პენტაკლი. შემდეგ მოდის 10-იანი პენტაკლების არკანი, 3-იანი ხმალი და სამართლიანობის არკანი, ეს არის ზედა ხაზი. მეორე ხაზი სადაც ორი არკანი არის კვერთხები, ზედოფალი და 3-იანი კვერთხები და საბოლოო ჯამში არის ჩამოკიდებული არკანი და ახლა დავიწყებ სათითაოდ ყველა არკანის განხილვას, თუ რა გზნობები აქვს პიროვნებას თქვენთან მიმართებაში და რა თქმა უნდა დავიწყებ ისევ ფონით, რომელიც არის ჩემთვის 6-იანი პენტაკლი, ხო? დავიწყებ 6-იანი პენტაკლით. რა შემიძლია თქვა, ხო, მოცემულ გაშლასთან დაკავშირებით არკანები ჩამოთვალე და სენამ დავიწყებ ესე დეტალურად ახსნას არკანების კიდევ ერთხელ რა მინდა რომ ჩავამატო, ხო? რეალურად მოცემულ სურათში გვაქვს ჩვენ სამკუთხედი სასიყვარულო, სადაც ერთზე მეტი ენერგია აღინიშნება, სადაც გრძნობა ერთდროულად მოქმედებს ურთიერთობაზე და აქედან გამომდინარე, აი ახლა თანმიმდევრულად მოდით გავარჩიოთ, ხო? გავარჩიოთ ეს არკანები თქვენთვის. როგორც ასეთი 10-იანი პენტაკლებიდან გამომდინარე რა მინდა თქვა, ხო, გზნობების თემაში თქვენთან მიმართებაში, მოდი ახლა ამას არ გადავიყვან მაინც და მაინც ოჯახობრივ კავშირში, ოჯახში და ასე შემდეგ, სამკუთხედზე ისაც ვისაუბრებ, ეს არის თქვენთან მიმართებაში გზნობები, ხო, ეს არის არკანი, რომელიც მიუთითებს, რომ პიროვნება გხედავთ როგორც თავის ოჯახს, ხო, თავისთვის ძალიან სტაბილური პიროვნება ხართ, ოჯახის პერსპექტივის ნაწილსაც გხედავთ, აი, როგორ ხედავთ, იცით, თითქოს თქვენთან ხედავთ ოჯახის პერსპექტივას, შექმნას, ან როგორც მნიშვნელოვანი ღირებულ ადამიანს, ქალს თავის ცხოვრებაში, ხო, ვისაც შესაძლებელი იქნებოდა სტაბილური დაცული ცხოვრება რომ ქონოდა, ხო? რაღაც ხელშემშლელი ფაქტორები რო არ ყოფილიყო შესაძლოა, ხედავთ თქვენში ტრადიციების, მოყვარულ ოჯახის ფასეულობებზე დაყრდნობილ მომავლის საფუძველს რა, აი როგორც ასეთი, ხო? ეს არ არის უბრალოდ ფიზიკური მიზიდულობა, ეს ღრმა ფუნდამენტური პატივისცემა თქვენს მიმართ, რასაც გონს ეს პიროვნება, ხო, თქვენთან მიმართებაში. 3-იანი ხმლები გამომდინარე, ასეთ რამეს ვიტყოდი, აი სწორედ აი ამ არკანში ჩნდება ტკივილი, მოტყუება, გატეხილი გული, ნაწამები გული, ხო, ეს არის საყურადღებო ინდიკატორი იმის, რომ ურთიერთობაში ან მოკლედ ურთიერთობის შიგნით არის აი ვლინდება დაზიანება, ვინმე მტკივნეულად ჩართულია ურთიერთობაში, ან დააქვს სასიყვარულო ტანჯვას ადგილი, ხო, რეალურად, ხო, შესაძლებელია ეს იყოს თქვენი განცდა, ან მისი ტკივილები, რომელსაც პიროვნება ახლა გრძნობს თქვენთან მიმართებაში. აქ იკვეთება აშკარად მესამე პიროვნება, რომელიც ერევა თქვენს ურთიერთობაში, ან უბრალოდ თქვენ ხართ მესამე პიროვნება, რომელიც არის ამ ურთიერთობაში, რომელიც ამ თქვენ შაფიქრებულ პიროვნებას უკვე აქვს, ხო? და ეს რეალურად არ ღავს ჰარმონიას თქვენს შორის რეალურად. რაც შეეხება სამართლიანობის არკანს თქვენთან მიმართებაში გზნობებში რას გამოხატავს, ხო? ეს არკანი გვეუბნება, რომ საქმე ეხება არჩევანს, სამართლიანად გადანაწილებულ პასუხისმგებლობას და კარგულ წონასწორობას, ხო? ამ ადამიანს შინაგანად აწუხებს გზნობა, იმის გზნობა, რომ რაღაც სწორად უნდა გააკეთოს, რომ უნდა მოიქცეს სწორად, ან უკვე დგას არჩევნის წინაშე, ხო? აქ შესაძლოა მიმდინარეობს შიდა დილემა, ხო? მასში, ვისთან დარჩეს, როგორი მოქმედოს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა რომ სამართლიანად სამართლიანი იყოს მისი მხრიდან. შემდეგი არკანი, რაც გზნობებს ასახავს თქვენთან მიმართებაში, არის კვერთხების დედოფალი. პიროვნება გხედავთ თქვენ როგორც ძალიან მხურვალე, მიმზიდველ ნებიან თავდაჯერებულ ქალს, ხო? რომელმაც იცის თავისი ფასი და არავის არ აკადრებინებს იმას, რომ იყოს მეორე, ხო, აი მეორე ვარიანტად
ყოფნას არასდროს არ იკადრებს და არც არავითარ აკადრებინებს თავს, ხომ? ეს არის არკანი, რომელიც ხედავთ გვიჩვენებს, რომ თქვენს მიმართ მამაკაცის მიზიდულობა არის ძალიან ძლიერი, თქვენ ხართ ადამიანი, ვისგანაც მას მისდის ცეცხლი ენერგია და ასე ვთქვათ, თვითმყოფადობა, აი ესე ხედავთ პიროვნება თქვენ და გახასიათებთ ესეთი ხართ მის თვალში. სამიანი კვერთხების მიხედვით, ანუ ეს არკანი რას მიგვითითებს, ხო? ელოდება ეს პიროვნება განვითარებას ან განაწყვეტილების მიღებას მომავალზე. რეალურად, ხო? შეიძლება პიროვნება უარყოფითად ან დაძაბულად აფასებს მიმდინარე მოვლენებს და ვითარებას და ფიქრობს რა მიმართულებით წავიდეს, რა გააკეთოს, ხო, რომელ გზას დაადგეს. ეს არის მომავლის, ასე ვთქვათ, გაფართოების მცდელობა, მაგრამ არა გადამწყვეტი ნაბიჯი, პასიური ლოდინის არკანი უფრო რეალურად, რომელსაც თან ახლავს ფიქრები თუ რა გააკეთოს, როგორ რანაირად, ხო? და ჩამოკიდებული კაცის არკანი რეალურად მიგვითითებს რაზე, ხო? და ანუ ასრულებს ამ ჩვენი არკანების წყობას და ადამიანი მოქმედებაშია რეალურად. დღესდღეობით თითქოს საკუთარ თავს სჯის და საკუთარი, ასე ვთქვათ, უმოქმედებისგან თავადად იჯდება და იტანჯება. აი როგორ ვთქვათ, ხო? შეჩერებულია ახლა თქვენ შორის ურთიერთობის რამე განვითარება, ხო? თითქოს განზრახ შეჩერებულია რა რეალურად, ხო? რადგან პიროვნება რეალობა უნდა გაანალიზოს თქვენთან მიმართებაში. ის ხედავს, რომ ვეღარ გააგრძელებს ასე, როგორც ახლა არის, იმიტომ რომ შეუძლებელია ასეთი მდგომარეობა მისთვის, როგორც იყო, ასე ვეღარ იქნება, მაგრამ არც გამბედაობა აქვს რაღაცა, რომ შეცვალოს, ანუ ვერ შვება, ვერ აკეთებს, ვერ დგავს ნაბიჯებს, ხო? ეს ძლიერი ანუ მითითებაა ეს არკანი, რომ პიროვნება იმყოფება ორ არჩევანს შორის და დროებით თქვენი ურთიერთობა გაიყინა. პაუზაა თქვენს ურთიერთობაში, ამას წყალი არ გაუვა რეალურად, ხო? შეჯამების თემაში რა შემიძლია ვთქვა, ხო, ამ გრძნობებთან მიმართებაში, ხო? კაფეო ჩასვარი სამკუთხედი და ამ სამკუთხედური სიტუაციიდან გამომდინარე, რას ფიქრობს, ხო? პიროვნება. საკუთხედი როგორ ვიცით, სამიანი ხმალი და ჩამოკიდებული კაცი პირდაპირ მიგვითითებს, რომ ის არის აქვია იტანჯება პიროვნება, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შედაბრძოლები აქ არჩევანს ვერ აკეთებს და აქედან გამომდინარე, მოკლედ არ არის კარგად და რა ვიცი, განიცდის და განცდებშია, ხო, თქვენს მიმართ ანუ მიზიდულობა აქვს, თან სერიოზული მიზიდულობა აქვს, პატივისცემაც აქვს, სერიოზული ემოციური ჩართულობაც აქვს, რა თქმა უნდა, თქვენთან მიმართებაში, ანუ ამას მიგვანიშნებენ 10-იანი პენტაკლი და კვერთხების დედოფალი. სხვანაირად ვერ ამოიკითხება ეს ორი არკანი ერთად, ხო? ის გაკვირდებათ, იკავებს თავს, არ მოქმედებს აი თქვენთან მიმართებაში, ესე მკაფიო და პირდაპირ, ხო? ამით დრო გაღავს რეალურად. მოდი სიმართლის თვალებში შევხედოთ, დრო გაღავს რეალურად, რომ რაღაცეთ გადაწელოს ეს პერიოდები. მასში დიდი შიშია თქვენთან მიმართებაში, პასუხისმგებლობის შეგრძნება აქვს, რა თქმა უნდა, ასევე ეშინია ზებედი პასუხისმგებლობების თავის თავზე აღება და მოკლედ ყველაფერთან გაერთიანებულია მასში, ხო? და ასეთი თემიდან გამომდინარე, რომ პასუხისმგებლიანია და უნდა რომ პასუხისმგებლობით მოგიკითხოთ თქვენს და იქ სხვასაც, ხო, ვინც არის, ხო, ამას ადასტურებს სამართლიანობის არკანი. რეალურად, ხო? თითქოს რაღაცნაირად უნდა რომ სამართლიანად მოიქცეს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეს ძალიან მისამართლოა თქვენთან მიმართებაში, თავის თავთან მიმართებაში და მე თუ მკითხავთ იმ მისამართთან მიმართებაშიც. საერთოდ არა სამართლიანი ქცევა ამ კაცის მხრიდან ეს ყველაფერი. ამჟამად არაფერი გადაწყვეტილა, მოკლედ თქვენ შორის არაფერი არა გაწყვეტილი, თუმცა მის ცნობებში ასე ვთქვათ, აი როგორ ვთქვა სწორედ მის გონებაში და გრძნობებში წონასწორობის წერტილი სწორედ თქვენკენ მოდის ჩამოკარგებო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ჩანდეს ეს ყველაფერი ესე გარედან, ხო? მაინც იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი მაინც იქითკენ იხრება, რომ გრძნობები თქვენთან მიმართებაში აქვს რეალურად. აი თითქოს 6-იანი პენტაკლიდან გამომდინარე, აი სჭირდება რაღაც დახმარება, ხო? რაღაც მხრიდან რომ აი ბიძგი სჭირდება საიდანღაც, უნდა თქვენი მხრიდან სავარაუდოდ შესაძლოა, ხო, რომ მისცეთ რაღაც ბიძგი და ეხმაროთ რაღაც გადადგმაში, ნაბიჯების, სწორი ნაბიჯების გადადგმაში რა, აი შეიძლება მხარდაჭერა სჭირდებოდეს კიდევაც თქვენი მხრიდან. აი ეს არის ცნობები ჩაფრთხილებული პიროვნების თქვენთან მიმართებაში.
მგონი რომ შვენიერი ახსნა განმარტება მოგეცეთ ამოცნებულ სიტუაციაში, სადაც სამკუთხედია იმათმა უნდა უყურონ ამ გაშლას, კი გზნობებზე გავშალე, მაგრამ მე მგონი შესანიშნავი სახელი იქნება ეს შემდეგი რომ დავარქვათ მისი გზნობები და თქვენი როლი სამკუთხედში. სამკუთხედი, რომელშიც მისი გზნობებია და თქვენი როლი ამ სამკუთხედში რა არის, ხო? აი ესეთი მდგომარეობა დღესდღეობით თქვენს ურთიერთობაში. დაგემშვიდობებით შემოკარგებო, მშვიდობიან დღეს გისურვებთ ასე კიდევ ერთხელ და სულ გემშვიდობებით, მაგრამ დღეს ალბათ კიდე ჩავწერ ერთ გაშლას თქვენთვის.